მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ილონა და ვარ ეგრეთ წოდებული Green Card-ის გათამაშების ერთ-ერთი გამარჯვებული და უკვე 3 წელია, რაც მე და ჩემი მეუღლე ცხოვრობთ ამერიკაში, კერძოდ შტატ ილინოისში. დაახლოებით 2 დღის უკან გახდა ცნობილი, რომ წელს Green Card-ის გათამაშებაში რეგისტრაციის პერიოდი ნაცვლად 5 ნოემბრისა, როგორც აქამდე იყო გამოცხადებული, გაგრძელდება 7 ნოემბრამდე. ანუ საქართველოს დროით 7 ნოემბრის საღამოს 8 საათამდე. ასე რომ საკმარისი დრო არის ჯერ კიდევ იმისათვის რომ დარეგისტრირდეთ და გადავწყვიტე რომ გადავიღო ვიდეო პასუხი კითხვებზე, რომელიც თქვენ დამისვით ბოლო ვიდეოს კომენტარებში. თუ არ გაქვთ ნანახი, ეს ვიდეო არის დეტალური ვიდეო იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეავსოთ Green Card-ის გათამაშებაში ანკეტა და დაარეგისტრიროთ. ლინკს დავტოვებ ამ ვიდეოს აღწერაში და შეგიძლიათ გადახვიდეთ და აიხილოთ. თუ ჩავთვლით რომ ეს ვიდეო სასარგებლოა და მოგეწონებათ, აუცილებლად დაალაიქეთ. ასე მივხვდები რომ მოგწონთ და შესაძლებელია გავაგრძელო ჩაწერა. არ ვიცი, ნებისმიერ თემაზე, თუ რაიმე გაინტერესებთ ამერიკასთან დაკავშირებით, უკვე 3 წელია რაც აქ ვცხოვრობთ, გამოცდილება დაგვიგროვდა მე და ჩემს მეუღლეს, ამიტომ შევეცდებით გაგიზიაროთ. არ ვიცი, როგორ ჩამოხვიდეთ, როგორ იქირავოთ ბინა, როგორი ბინებია ზოგადად, დაზღვევა კრედიტ სკორი. არ ვიცი, თუნდაც პროდუქტებთან, პროდუქტის ფასები, მაღაზიები, ქალაქი, ყველაფერს გაჩვენებთ, თუ რამე გაინტერესებთ. მთავარია რომ დავინახო რომ ნამდვილად გსურთ. თუ დაალაიქებთ და კომენტარებთ, შესაძლებელია გადავიღო შემდეგი ვიდეო. ახლა კი დავიწყოთ. პირველი კითხვა. მადლობა დიდი ინფოსთვის. მაინტერესებს გამიგია რომ ამერიკიდან რომ გივსებენ, უფრო მეტი შანსიაო და რამდენად რეალურია. არ არის ეს რეალური, არ არის სიმართლე, ამ მნიშვნელობა არ აქვს ვინ და საიდან შეგივსებთ ანკეტას, მთავარია სწორად იყოს შევსებული. საერთაშორისო პასპორტის გაკეთება აღარაა საჭირო, რომ არ მოითხოვა. არა, საერთაშორისო პასპორტი აღარ არის საჭირო შევსებისას, მაგრამ რა თქმა უნდა, მოგების შემთხვევაში დაგჭირდებათ და გასაკეთებელი იქნება. სურათები აუცილებლად ახალი უნდა იყოს, თუ წინა შევსებაზე გამოყენებული სურათიც შეიძლება. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ წინა შევსებაზე გამოყენებული სურათი. აუცილებლად სურათი უნდა იყოს შევსებამდე, ბოლო 6 თვის განმავლობაში გადაღებული ახალი სურათი აუცილებლად. და აქვე ფოტოს როგორს ვიღებთ? ფოტოსთან დაკავშირებით ხშირია შეკითხვები, ამიტომ ამ ვიდეოს აღწერაში ლინკს დავტოვებ, რომელზეც შეგიძლიათ გადახვიდეთ ოფიციალურ საიტზე და წაიკითხოთ კონკრეტულად რა მოთხოვნებია, როგორი უნდა იყოს ფოტოსურათი. აქ კი ფორმატს გეტყვით უბრალოდ, უნდა იყოს JPEG ფორმატში, ზომა უნდა იყოს არაუმეტეს 240 კილობაიტისა და 4 კუთხედი უნდა იყოს მინიმუმ 600-600-ზე და მაქსიმუმ 1200-1200 პიქსელზე ფორმატში. რა ასაკიდან შეიძლება რეგისტრაცია? ასაკი არ არის შეზღუდული, არც მინიმალური არის გასაზღვრული, არც მაქსიმალური. უბრალოდ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის სრული საშუალო განათლების მქონა, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ 18 წლის უნდა იყოს პიროვნება მინიმუმ, რადგან სრული საშუალო განათლების ატესტატი უნდა გქონდეს ხელთ, ანუ ან მე-11 ან მე-12 კლასის ატესტატი. გამარჯობა, ვარ ოფიციალურად განქორწინებული, მაგრამ ერთად ვცხოვრობ და ერთად გვინდა გამგზავრება. მოწმდება თუ არა ეს ინფორმაცია, ვართ თუ არა განქორწინებული. კი, რა თქმა უნდა, მოწმდება. თუ ერთად ცხოვრობთ, მაგრამ ოფიციალურად არ გაქვთ ხელი მოწერილი,
უნდა მივუთითოთ, რომ არ ხართ დაოჯახებული. დაოჯახებულს ნიშნავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პიროვნებასთან ოფიციალურად გაქვთ ხელი მოწერილი. თქვენ შემთხვევაში, უთითებთ, რომ არ ხართ დაოჯახებული და მოგების შემთხვევაში, შემდეგ ეტაპამდე, DS 260 ანკეტის შევსებამდე, უკვე შეგიძლიათ მოაწეროთ ხელი და გააგრძელოთ პროცესი ერთად. გამარჯობა, მე მყავს მეუღლე, ჩემსას რომ ვავსებდი, მეუღლის ფოტოც ხომ ამატვირთინა. და ცალკე ჩემს მეუღლეზე რომ შევავსო და მერე ჩემი ფოტო ატვირთოს. ხო უფრო მეტი შანსია ეგრე შეიძლება? დიახ, შეიძლება და თუ ერთად გინდა წასვლა აუცილებელია, კარგია, ორივემ შეგიძლიათ შეავსოთ, ორი ანკეტა, ამით შანსები ორმაგდება. მაგრამ რა თქმა უნდა, თუ ხელი გაქვთ ოფიციალურად მოწერილი, და ერთ-ერთის მოგების შემთხვევაში, ორივე შეგეძლებათ გააგრძელოთ პროცესი და გაემგზავროთ ამერიკაში. 21 წელს ზემოთ შვილების მითითება არ არის საჭირო? არ არის საჭირო. 21 წლამდე თუ გყავთ, თუ გყავთ ორი შვილი და ერთი არის 21 წლის, ხოლო მეორე 14-ის, 21 წლის, რომელიც არის, იმას აღარ უთითებთ, რომ გყავთ ერთი შვილი და ამ ერთი შვილის მონაცემები ივსება. აქვე მახსოვს ერთი დელიკატური კითხვა იყო, შვილი თუ ყავს გარდაცვლილი, ამ შემთხვევაში ვუთითებთ თუ არა, ამ შემთხვევაში არ ვუთითებთ. გამარჯობა, როდესაც ოჯახში 3 ბავშვი გვყავს და აქედან ერთი სრულწლოვანია, ისიც ჩვენთან ერთად ივსება თუ ცალკე. სრულწლოვანს ალბათ პიროვნება 18 წლისას გულისხმობს. როგორც უკვე ვთქვი, 21 წლამდე თუ არის დაუოჯახებელი, აუცილებლად უნდა ჩაიწეროს მშობლის ანკეტაში. დედაჩემი ცხოვრობს იტალიაში, მე საქართველოში. ამ დროს დარეგისტრების შემთხვევაში რაიმე პრობლემა ხომ არ შეიქმნება. არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს, მნიშვნელობა არ აქვს ადგილმდებარეობას. შვილი აუცილებლად თუ ხართ 21 წლამდე დაუოჯახებელი, დედის ანკეტაში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს. თუ დარღვევით ცხოვრობს საზღვარგარეთ ადამიანი, მაინც მიუთითოს ის ქვეყანა თუ საქართველო. კი, რა თქმა უნდა, რეალურად სადაც ფიზიკურად იმყოფება, ის ქვეყანა უნდა მიუთითოს გრაფაში, სადაც არის ჩასაწერი თუ საცხოვრობს დღეს. მერვე ველის A პუნქტში სახელი და გვარი რომ წერია, მეც მასე დავწერე ჩემი და სწორად მოვიქეცი? დიახ, მერვე ველის A პუნქტში, როგორც გიწერიათ, მე როგორც მივხვდი, მისამართის ველებია და მან, წერილის მიმღების სახელი და გვარი იწერება, თავისთავად თქვენი სახელი სწორია, რომ მიუთითეთ. ვისაც უმაღლესი ადრე აქვთ დამთავრებული, როცა ბაკალავრი და მაგისტრატურა გაყოფილი არ იყო, რომელი პუნქტი უნდა მოვნიშნოთ მე-12-ში. საბუთი, სასწავლებლის დამთავრების შესახებ, სავარაუდო დიპლომი გაქვთ, ამ დიპლომში რაც გაქვთ მითითებული, ბაკალავრი გიწერიათ თუ მაგისტრი ხართ, ის უნდა ჩაწეროთ, იმიტომ რომ შემდგომ მოგების შემთხვევაში უკვე შემდეგ ეტაპებზე ყველაფერი საბუთებით იქნება დასამტკიცებელი და რაც გიწერიათ საბუთში, ყოველთვის ის უნდა მიუთითოთ ანკეტაში. გამარჯობა, რეზიდენტურის სერტიფიკატის შემთხვევაში უმაღლესი განათლება რა უნდა მიეთითოს? რამდენადაც მე ვიცი, რეზიდენტურა არ წარმოადგენს კონკრეტულ აკადემიურ ხარისხს, მაგრამ ამავე დროს არის უფრო მაღალი დონე, ვთქვათ, ვიდრე მხოლოდ ბაკალავრის დიპლომი. ამიტომ მე პირადად მივუთითებდი university degree-ს შემდეგ მოდის კურსები, ბაკალავრის შემდგომი კურსები, მაგას მოვნიშნავდი, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის დონის ზოგიერთი კურსი. გამარჯობა, უკვე გავაგზავნე, მაგრამ დაბადების თარიღი არასწორი დამიწერია. როგორმე შევცლი? სამწუხაროდ ვერანაირად ვერ შეცვლით, ამიტომ ყოველთვის ვიმეორებ, რომ ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ და სწორად შეავსოთ ანკეტა.
დავრეგისტრირდი, მადლობა დიდი. პასუხები როდის იქნება? პასუხები 2025 წლის 3 მაისიდან იქნება შესაძლებელი, რომ შეამოწმოთ მოიგეთ თუ არა. მოკლედ, ყველას გისურვებთ წარმატებას. თუ კიდევ დაგჭირთ შეკითხვები, დასვით, გიპასუხებთ კომენტარებში. სხვა შეკითხვები ამერიკასთან დაკავშირებით უკვე ვთქვი. დაწერეთ კომენტარებში იდეები, თუ რაზე შეიძლება რომ გადავიღო ვიდეო, რომელიც თქვენთვის იქნება საინტერესო და შესაძლებელია რომ კიდევ შევხვდეთ. წარმატებები ყველას!